გიორგი მიდაშვილია, ჩემი პირველი სტუმარი ცვლილების კოალიციიდან. გიორგი დიმამშვიდობის. ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ აი ამ უკრაინის საკითხით, რომელიც თლიან წვეთს ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოების საკითხს და ჩვენი უსაფრთხოების საკითხსაც მათ შორის. რეჟიმის წარმომადგენლები ამ ამბავს უყურებენ დიდი იმედით, რომ რუსეთი გაიმარჯვებს და საბოლოოდ აი რაღაცნაირად გაამართლებენ ამ თავიანთ პრორუსულ კურს, იმით რომ ეს არის რა მოცემულობა და შესაბამისად რუსეთთან უნდა ვიყოთ. როგორ უყურებ აი ამ მოლაპარაკებების პროცესს და შესაძლო მშვიდობის შანსს? აქ ხშირად საუბრობენ ხოლმე გრძელვადიან მშვიდობას. ეს ძალიან სპეციფიკური შინაარსის მატარებელი ტერმინია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ აქ რაღაც ისეთი გარემოებები უნდა დადგეს, რომელიც ყველა მხარეს აიძულებს, რომ დიდხანს შეინარჩუნოს არსებული სიტუაცია და არის კი ეს საზღვრები, ეს გარემოებები ისეთი, რომელმაც შეიძლება რუსეთი აიძულოს, რომ დიდხანს მშვიდობა შეინარჩუნოს. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან სწორად აღნიშნეთ, მე მგონი მნიშვნელოვანი არის ჩვენი აი ამ არაღიარებული მთავრობის მომხრეების თუ რაღაც establishment-ის უფრო ალბათ განწყობა ვინაიდან ისინი ამ სიტუაციაში ხედავენ შანსს ილაპარაკონ იმ დათმობებზე, რომელზეც შეიძლება მათთვის სასურველი იყოს, რომ წავიდეს დასავლეთ. ვინაიდან რაღაცნაირად ეს მათთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ხალხს უთხრან, რომ აი ხო ნახეთ ევროპა კიდევ ერთხელ რაღაცნაირად არ უდგას გვერდით, ამერიკა არ უდგას გვერდით უკრაინას და ჩვენც ჯობია იმ ხალხთან დავლაგდეთ, ვინც ჩვენთან ახლოს არის და ასე შემდეგ, მაგრამ ეს გეოგრაფიული სიახლოვე რუსეთისა და იმ სამყაროს, რომელიც მე მგონი ამინდიც უკვე ჩვენთან მოვიდა და რაღაც პოლიტიკური კლიმატის მერე უკვე ალბათ ეკოლოგიური მდგომარეობაც რაღაცნაირად ამ უდაბნოს რეგიონებისა ჩვენთან უნდა გადმოვიდეს. საოცარი არის ის შემართება, როგორც სიხარულითაც ქართულოსნების წარმომადგენლები ელიან რუსეთის პირობების დაკმაყოფილებას და უკრაინის პირობების გაქარწყლებას, რაც რა თქმა უნდა არ მოხდება. ვინაიდან ერთი თვითონ უკრაინა არის უკვე ბევრად უფრო გამოცდილი ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დაშლის დროს, როდესაც მას ჯერ კიდევ ჰქონდა ნდობა რუსეთისა და შედიოდა სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებებში მასთან, მათ შორის ევროპელებს, ამერიკელებს გარანტიით, რომელიც მე დაირღვა რა თქმა უნდა. და გარდა ამისა არსებობს სრულიად შეცვლილი ვითარება ევროპაში, რომელიც მე ვფიქრობ არის ბევრად უფრო გამოფხიზლებული, ბევრად უფრო მომზადებული ასეთი მოლაპარაკებების წარმოებისთვის, ვინაიდან მათ აჩვენეს რამდენჯერმე წელს, რომ შეუძლიათ იმ პირობების უარყოფა, რომელიც უკრაინისთვის და ზოგადად ევროპის უსაფრთხოებისთვის ცუდი არის და აძლევს რუსეთს შანსს, რომ დესტაბილიზაცია რეგიონში განაგრძოს და პლუს ამას თვითონ ამერიკაში იმ პუნქტებს, რომელიც აშკარად არ იყო საკადრისი დემოკრატიული ქვეყნისთვის, არ იყო საკადრისი იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოში წევრობის სურვილი გაცხადებული აქვს სუვერენულად და იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ასევე ნატომ მისცა წევრობის დაპირება ბუქარესტის სამიტზე ფაქტობრივად 20 წლის წინ, ვფიქრობ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონ ამერიკაში განწყობა იყო ძალიან უარყოფითი ამ პუნქტების მიმართ და მოუწევთ ამ პუნქტების ანამოღება ან გადაკეთება. ამაში დიდი წვლილი მე ვფიქრობ არის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს, რომელიც აშკარად არის ლიდერი საღი-აზრის საგარეო ფრონტზე, არა მხოლოდ არამედ შიდა თვალსაზრისითაც. დიდი წვლილი სენატორებისა და კონგრესმენების ორივე პარტიიდან და მე ვფიქრობ, რომ საღი-აზრი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გაიმარჯვებს და ის პატარა უხერხული მომენტი, რომელიც ამ ვიტკოფის მე ვფიქრობ პოლიტიკური კარიერის ჰაილაიტი ვერ იქნება უბრალოდ, იმიტომ რომ აშკარად დაიბეჭდა კიდეც რომ იქ რაღაც პუნქტები აშკარად რუსულიდან იყო ხო ნათარგმნი, იმიტომ რომ ამერიკული ინგლისურისთვის აშკარად კალკაჭხერდა ის თუ როგორც იყო ჩამოყალიბებული. მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის ძალიან კარგი ტესტი იმისა, როგორ აბარებს დემოკრატია თავს მოხვეულ სისულელების დაძლევას და კიდევ ერთ გამოცდას. და რა არის დემოკრატიული ანგარიშვალდებულება? კი, ზუსტად, იმიტომ რომ უწევს ქვეყანას, მათ შორის ლიდერშიპს, რომელსაც შეიძლება ეს არ მოსწონს თუ რამე არის ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპი ხშირად ის არის მაყოფილებასაც იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, მაგრამ სინამდვილეში ნახეთ, რომ მასაც კი ასეთ ძლიერ ერთპიროვნულ ადამიანს სინამდვილეში არ შეუძლია, რომ ანგარიში არ გაუწიოს იმ აზრს, იმ განწყობას, რაც არის ქვეყანაში, რაც არის საზოგადოებაში, რაც არის კონგრესში, რაც არის სენატში. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არის ნორმალური ცხოვრება. და ჩვენ გვაქვს სიტუაცია ქვეყანაში, რაც არ გვაქვს ნორმალური ცხოვრება და გვინდა რომ იქეთ წავიდეთ, თორსა ჩვენი რომელიმე ხელისუფალი
დემოკრატიული წესით არჩეული შეიძლება აკეთებდეს იმასაც ხალხს არ მოწონს და ხალხს კონდეს იმის საშუალება რომ ყოველგვარი ჩხუბის, აყალმაყალის არებულობის გარეშე ქვეყანაში მოახერხოს და აიძულოს ის დაუბრუნდეს საღ გამოსავალს და ეს არის მე მგონი საერთკენს უნდა წავიდეთ სწორედ ამიტომ არის დასავლური სამყარო უალტერნატივო ქართული მორალური სურათისთვის ჩემი აზრით და სწორედ ეს არის სამაგალითო ამ შემთხვევაში და აი ამ მოლაპარაკებებს ეს როგორც არაფერს ისე ეტყობა. თუმცა თავისთავად აი ჩვენ აქ ვსაუბრობთ და თავი დისკუსიის საკითხია შეიძლება ითქვას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალ პლატფორმაზე. მაგრამ მოცემულობა სადაც ერთ ქვეყანა მეორეს ესხმის თავს და ამის შედეგად საერთაშორისო აღიარებული საზღვრები შეიძლება შეიცვალოს. პრინციპულად ახალი მოცემულობა მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც იმ ეუთოს საზღვრებში, აგერ მის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში ორი სახელმწიფო დაინგრა საერთოდ, ხო, რომელიც მათ წევრი იყო, საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია. მიუხედავად ამისა, მაინც აქამდე საზღვრების ზურგმავების პრინციპი წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან სადამფუძნებლო საკითხს. შვიდობისა მეორე მსოფლიო ომის სახელმწიფო დაიშა მათ არავინ დასხმია თავს. ხო, თუმცა ახლა პრინციპულად სხვა ვითარება შეიქმნა. თავისთავად რას ნიშნავს ეს თუ გადავხედავთ მათ შორის ამ შვიდობის საკითხებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში. ძალიან სწორად ამბობთ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგი ომის წესრიგის რღვევის თუ არ რღვევის ჭიდილია ახლა. ეს სიტუაცია პრინციპში აჩვენებს როგორი იქნება უსაფრთხოების პოლიტიკა ალბათ შემდეგი საუკუნის თუ არა ნახევარ საუკუნის მანძილზე მაინც. იმიტომ რომ ასეთი ძლიერი ცვლილებების მერე როგორც წესი რაღაც ხანი წესრიგი ძლებს ხოლმე. კი, საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის დანგრევამ გამოიწვია კონფლიქტები და ძალიან სისხლიანი დაუნდობელი კონფლიქტებიც როგორც იყო იუგოსლავიაში ვთქვათ, როგორც იყო კავკასიაში. რამდენჯერმე ხო და ასე შემდეგ. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ გვიხილავს ესეთი ფაქტი, როდესაც ერთი ქვეყანა, დიდი ქვეყანა შეუდარებლად დიდი მეორეზე ესე პირდაპირ ესხმოდეს თავს და ითხოვდეს საერთაშორისო გამყარებას მისი ინტერესებისა სხვა ქვეყნის მიმართ, რომელიც ყველა მისის რომ ყველანაირი საერთაშორისო სამართლის ნორმის დარღვევით მიმდინარეობს. ვინაიდან ეს არის მათი უბრალოდ უხეში ძალის დემონსტრირება, ხო? აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ის წინააღმდეგობა, რომელსაც აი დასავლური სამყარო უწევს ამ უსაფრთხოების წესრიგის შენარჩუნებისთვის და გაძლიერებისთვის რუსეთს. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ის, რომ კი არ შედგეს უბრალოდ მშვიდობა, არამედ უბრალოდ შედგეს მშვიდობა, რომელიც კვლავ იქნება ამ უსაფრთხოების წესების ჩარჩოში, ვინაიდან ამ უსაფრთხოების წესების აზრი და იდეა ყოველთვის იყო, რომ ქვეყნებს ჰქონდეთ იმდენად ძვირი ფასი გადასახდა, როდესაც ისინი დაარღვევენ ამ უსაფრთხოების წესებს, რომ მათ უბრალოდ არ უღირდეთ ამის გაკეთება. და ეს ფასი დღეს რუსეთზე აისახება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ თვითონ რუს ეკონომისტებს, მათ შორის პუტინის ეკონომისტებს, რომლებიც იძახიან, რომ ესე დიდხანს ვეღარ გაძლევენ, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. ქვეყანამ დააკარგოს мотиваცია მოიქცეს ასე. და სინამდვილეში აი ის პირველი რა თქმა უნდა სია რომელიც ვიტკოფმა წარმოადგინა მე ვფიქრობ ამას არ ემსახურებოდა და სწორედ ამიტომ არის რომ შეცვალეს და მე მესმის ეს ადამიანი ბიზნესის წიაღიდან მოდის და მისი გამოსლება ეფუძნება ბიზნეს შეთანხმებების გამოსლებას ალბათ და შემიძლია ვიმარავ მათ სანდოობას ანუ ეს რწმენა ბიზნეს შეთანხმების ძალის მიმართ იმიტომ რომ ეს ამერიკაში საერთოდ სხვა საკითხია იმიტომ რომ ეკონომიკური ტრადიციები საკმაოდ ძლიერია იმისათვის რათა ადამიანები ენდონ ერთმანეთს კონკრეტული ბიზნეს შეთანხმების დადებისას და იქ სასამართლოც ისეთ ძლიერია რომ თუ ასე არ მოხდა მე აიძულებს ხოლმე ბიზნესმენებს ისე მოიქცენ როგორც შეთანხმება მათ განახორდა. ეს ამ შემთხვევაში საერთაშორისო სამართალში ასე სამწუხაროდ არ არის. მაინც შეჯერებით დიდი ქვეყნები, ძლიერი ქვეყნები ახერხებენ რომ ეს დაარღვევენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ რუსეთის მიერ გადახდილი ფასი აღმოჩნდეს ისეთი რომ ვეღარ შეძლოს ერთი სტრატეგიული ინტერესების განხორციელება პუტინისა, რომელიც აშკარად გულისხმობს მისი მეზობლების დასუსტებას, ნატოს დასუსტებას, დასავლური სამყაროს ფუნდამენტების რღვევას და მეორე ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ტაივანის შემთხვევაში და სხვა ქვეყნებს, როგორც არის ირანი, როგორც არის სხვა ავტორიტარული ქვეყნები, აჩვენოს, რომ აგრესიის შემთხვევაში ფასი იქნება ისეთი ძვირი, რომ მათ უბრალოდ მათი რეჟიმის გადარჩენის
საკითხი დაუდგებათ. რაც არის ამ შემთხვევაში მე მგონი თავი და მე დარწმუნებული ეს ბოლოს ასე იქნება, ვინაიდან აი ეს თანხმედრა ევროპულ ძალებს, უკრაინულ ძალებს შორის არის იმდენად დიდი დღეს და გამოცდილება რომელიც ამ ქვეყნებამ მიიღეს ბოლო 10-12 წლის მანძილზე არის იმდენად დიდარი, რომ მე ვფიქრობ ის establishment რომელიც დღეს პოლიტიკურ კლასს აყალიბებს ამ ქვეყნებში იქნება მზად რომ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. მით უმეტეს, როდესაც ამერიკაშიც არის ძალიან სერიოზული პოლიტიკური საძირკველი ჩამოყალიბებული ამ პოზიციის მხარდაჭერისთვის, იგივე პირველ რიგში მარკო რუბიოს სახით და მერე ყველა იმ ადამიანის სახით, ვინც ჩართული იყო ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებში. აი დღესდილით აქეთ რომ მოდიოდი უსმენდი გზაში არის ეს ძალიან ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, მეცნიერი, საერთაშორისო ურთიერთობების ჯონ მარშმეიერი, რომელიც ძალიან პოპულარული არის მასწრებში, ვინც კრიტიკულია განსაკუთრებით დასავლეთის მიმართ. ის პერსონალურად ძალიან კრიტიკულია და ის ამბობს, რომ მთელი ეს ომი და ეს უბედურება არის პერსონალურად ამერიკის შეერთებული შტატების ბრალი, იმიტომ რომ აი მათ გადაწყვიტეს, რომ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება იყო კარგი იდეა და ამით პუტინს შეუქმნეს რაღაც ლეგიტიმური საფრთხის აღქმა, ხო, რომ აი მისთვის საფრთხე ნატოს გაფართოება. ოღონდ მე მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ალბათ ესე ფართოდ გავრცელებულა ბოლო წლებში, რომ რუსეთს ეშინია ნატოს გაფართოების და რუსეთი ამას აღიქვამს, ამის გამო არის ეს ომი დაწყებული, ხო? ამ ომის მიმდინარეობის დროს ნატოს საზღვრები გაფართოვდა ორი ქვეყანა მიემატა შვედეთი და ფინეთი, ხო? უპრეცედენტოდ. თან მიუახლოვდა რუსეთს. უშუალოდ რუსეთს მიუახლოვდა რუსეთის საზღვრებს. ანუ თუ პუტინს ადარდებს, რომ რამდენ კილომეტრში იქნება ნატოს რაკეტები მათი მისი ქალაქებიდან, მოსკოვიდან და პეტერბურგიდან, ხო? აგერ აი ამ მიზნით დაწყებულ ომში შედეგი გამოვიდა საპირისპირო. ოღონდ მას ამაზე რეაქცია არ ქონია. ხელა საზღვარი ნატოსთან არასდროს ყოფილა. ოღონდ არც რეაქცია არ ქონია ამაზე, იმიტომ რომ მან იცის რომ დაცული საზღვრები აქვს ნატოსთან, ხო? აქ მთავარი პრობლემა მისი უკრაინასთან იყო არა ნატოს გაფართოება, რომელიც საერთოდ არ განიხილებოდა ომის დაწყებამდე, ხო? საერთოდ აღარ იყო აღარანაირ დღის წესრიგში. არამედ სლავურ სამყაროში დემოკრატიული პრეცედენტის არ დაშვების და პოსტსაბჭოთა სამყაროში. პოსტსაბჭოთა სამყაროში, ხო? იმიტომ რომ ეს მთავარი საფრთხეა მისთვის, აი, ვინც იხსენებს 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის მოვლენებს, ყველა ამბობს რომ აი ის სურნელი რაც კიევში იყო, ყველა ამბობდა რომ აი გზნობთ მოსკოვშიც. ანუ ეს საფრთხე რომ ეს გადამდები შეიძლება იყოს. ანუ პუტინი თავის ძალაუფლებას უფრთხილდა. და იგივე იანუკოვიჩის მერე. იგივე იანუკოვიჩის მერე თუ მაიდანი მოხდა კიევში, შეიძლება მოსკოვშიც მოხდეს იგივე, ხო? იმიტომ ჩვენ თუ გავხსენებთ კონტექსტს, ზუსტად მაინის წინა 2 წლის განმავლობაში ფაქტობრივად რუსეთმა ნახა არნახული პროტესტი. ბალოტნაის პროტესტი ეგრეთ წოდებული თუ გახსოვთ, რომ ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა და იქ მართლა აი ყველაფერი ცადა რუსეთმა, რაც მე ჩვენც გავიარეთ, აი პლასტიკური ჭიქის სროლისთვის მაგალითად სისხლის სამართლის დანაშაულების მისჯადალს ესეთი პრეცედენტები იქ დაიწყო რეალურად და ამას მოყვა მე აგენტების კანონი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი ჩვენთან რაც აღმოჩნდა და ექსტრემიზმის შესახებ კანონი ჩვენთანაც მე მგონი იცვლება თუ რაღაც შეცვალეს უკვე და ასე შემდეგ, ხო? სინამდვილეში ეს შიში, ეს ხო თუ კიდიდეს ამბავი, ეს ძალიან ძველი ამბავია სინამდვილეში კაცობრიობის ისტორიისა და როდესაც თუ კიდიდე ხსნიდა რამ გამოიწვია პელოპონესის ომი სპარტასა და ათენს შორის ძალიან დეტალებში რო არ შევიდეთ, მან თქვა ასე წინადადება, რომ ეს გამოიწვია ათენის გაძლიერებამ და იმ შიშმა, რაც ეს გაძლიერება იწვევდა სპარტაში. ხო, ეს სინამდვილეში ძალიან კონკრეტული ძალაუფლების დაკარგვის შიშის დემონსტრირება. სინამდვილეში აი ეს არის ამ შემთხვევაში უბრალოდ აი ამ ცვლადებში ნატოსა და პუტინის ჩასმა არასწორი. ამ ცვლადებში არის სწორი დემოკრატიული თავრობებისა და პუტინის ჩასმა. თუ პოსტსაბჭოთა სივრცეში იცვლება სიტუაცია დემოკრატიისკენ და მოდი ვთქვათ, ყველა ვიცით, ხო, ფაქტობრივად არ არის რუსული ოჯახი, რომელსაც ნათესავი უკრაინაში არ ყავდეს და პირიქით, ხო, ეს ხო ძალიან კარგად ვიცით, როდესაც არსებობს იგივე 1 მილიონი ქართველი არსებობდა, მაშინ ახლა ეს ციფრი ძალიან დაკლებულია, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა, ხო? და იმ ქართველებმა ნახეს, რომ საქართველოში თუმცა შეიძლება რომ შეიცვალოს მთავრობა, რომელიც არჩევნებს წასვლას არ აპირებს და საქართველოში თუმცა შეიძლება რომ რაღაც პატრულს ხთამი არ მისცე, ხო? ჩააბარო უმაღლეს სასწავლებელში ისე რომ არავინ შეაწუხო შენი ცოდნით, შენი გარჯით, ხო? ეს სინამდვილეში მათზე მოქმედებდა, იმიტომ რომ ეს ამბები მათ ესმოდათ. მე ამას დაამატეთ ამდენი უკრაინასთან დაკავშირებული ადამიანი, ხო? ამ ხელა ქვეყანა, ხო, უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა ტერიტორიულად და მოსახლეობითაც საქართველოზე ბევრად დიდი. რა თქმა უნდა, ეს იყო უპრეცედენტო გავლენა რუსულ სივრცეზე და ეს იყო მთავარი შიში პუტინისა
იმიტომ რომ აი ცვლილებებს, განსაკუთრებით ავტორიტარების ცვლილებებს ახასიათებს გადადება. არაფერი ისეთი გადამდები, კოვიდიც კი შეიძლება ისეთი გადამდები არ არის, როგორც ეს ცვლილებები. ეს გვაქვს ნანახი არაბული გაზაფხულის დროს, ეს გვაქვს ნანახი იგივე აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ამ ბანაკის დაშლისას, როდესაც ფაქტობრივად ერთი ქვეყნიდან ბოლომდე 6 თვეში გაიწმინდა მთელი აღმოსავლეთ ევროპა კომუნისტური რეჟიმებისგან და ეს დროში რო გავიხსენოთ 2011 წელს ხდება არაბული გაზაფხული, იწყება ბალოტნაას აქციები რუსეთში და ამას მოყვება ქრონოლოგიურად მაიდანი უკრაინაში, რომელიც წარმატების მაგალითია, როდესაც ავტორიტარის გაქცევის მაგალითია და რუსეთმა უბრალოდ პუტინის რუსეთმა პირველ რიგში ვერ მოახერხა რომ ამ შის გამკლავებოდა, თორე რა თქმა უნდა ნატოს გაძლიერება რო არ ყოფილიყო მათი მიზანი, ორი ესეთი შვედეთი ხო არ არის უბრალოდ ჩვეულებრივი ის ხო პრიბალტიკური სახელმწიფოების ნატოსთან გადათემას არ უდრის, ეს არის ბევრად უფრო ეკონომიკურად შემძლე, სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ქვეყანა, რომელსაც ძალიან ძელი საზღვარი აქვს, მით უმეტეს ფინეთს ხო? ანუ პირდაპირ შეიძლება ითქვას. და კეტავენ პირდაპირ ბალტიის მთლიან ზღვას ხო? რუსეთს მთლიან კეტავენ იმ საკუთარ გარემოში და იმ ორი ზღვიდან ერთ-ერთს უკეტავენ, რომელიც საკვანძო იყო ყოველთვის რუსული იმპერიისათვის ხო? თბილის ზღვებიდან ერთ-ერთი. და ფაქტობრივად მხოლოდ გაყინული პორტები რჩება რუსეთს, ან პორტები რომელიც 6 თვე მაინც იყინება, რომ ვერაფერს ვერ გამოიყენებ, თუ ომი დაიწყო ხო? აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის პუტინის რუსეთის ხალხის ან თუნდაც მისი საქვეყნო ინტერესები მართლა დარდებს, ამას რა თქმა უნდა არ გააკეთებდა, მაგრამ მისი დარდი სულ სხვაგანაა, მისი საგანძური არის, მისი ძალაუფლება და ამის დაკარგვის შიში არის, რა თქმა უნდა, მისი დარდი. მათ შორის მიხეილ ზიგარის წიგნი არის, რომელიც აღწერს სწორედ ამ პუტინის ტრანსფორმაციის ამ ნაწილს და იხსენებს ეს ხო მონათხრობების მიხედვით არის აწყობილი და რამდენად არაბული გაზაფხული იყო რამდენად კინოული პროცესი როგორ აღიქმებოდა ის მოსკოვიდან და რამდენად დიდ საფრთხეთთან სულ მისი პარტნიორები იყვნენ. სულ მისი პარტნიორები იყო და განსაკუთრებით აი მან რაც მედვედევს არაპატია იყო კადაფის წინააღმდეგ ეს რო ვთქვათ ამერიკელებთან ერთად მუშაობა. ხო მას ჩაითვალა რომ საჰაერო სივრცის დახურვას რუსებმა მხარი დაუჭირეს. აი ეს არის სხვა შორის იმ ტიპის რაღაცა რაც შევარნაძეს არაპატიას რუსებმა ასევე როდესაც პირველ ომში იმის ხურის ანუ ერაყის წინააღმდეგ ქუვეითის ომში როდესაც საბჭოთა კავშირის სახელით შევარნაძემ მას მხარი დაუჭირა ამერიკელების მოქმედებას, ხო? ანუ პარტნიორების ჩვენივე პარტნიორების წინააღმდეგ თუნდაც როგორი ავტორიტარიც არ უნდა იყოს და როგორი დიქტატორიც არ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენ დემოკრატიულ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ძალიან მარტივად, რომ კადაფი იყო საბჭოთა ხელისუფლების ასეთი თავის დროზე, ხო? ეს იყო დასმული ბრეჟნევის დროს. მეგონი 29 წლის იყო თუ სწორად მახსოვს, როდესაც შეიძლება უფრო პატარა, ძალიან ახალგაზრდა იყო. მე მახსოვს 29 წლის იყო, შეიძლება კიდევ უფრო პატარა, 30-ის ნამდვილად არის. როდესაც გახდა ხელისუფალი და რაც არის ნიშანდობლივი საქართველოს, რომ მას არ გააჩნდა თანამდებობა. ფაქტობრივად რამდენიმე წლის განმავლობაში მას ეჭირა თანამდებობა და შემდეგ იგი გადადგა და მისი საერო ტიტული იყო მე მგონი რევოლუციის ლიდერი და ჯამახირის ლიდერი. რევოლუციის პირველი ძმა და ჯამახირის ლიდერი თვალს ესე ჟღერდა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჯამახირის მისი მოგონილი ამბავი იყო. აი რაც ნიშანდობლივ არის ჩვენთვის არის რომ როდესაც ლიბიაში დაიწყო აქციები ბენღაზიში მისი წასვლის მოთხოვნით მან მოიწვია დასავლური ტელევიზიები, რამდენიმე BBC-ს იყო, France 24-იც იყო, რამდენიმე სხვა და როდესაც კითხეს მას აპირებდა თუ არა გადადგომას, მან თქვა რომ მე გადავდგე, იმიტომ მე არ მიჭირავს არანაირად თანამდებობა. საიდან გადავდგეო ხო მე? და ფაქტობრივად ჩვენ ამაზე უცხოეთ შორის ვლაპარაკობდით ძალიან ბევრს, როდესაც ბიზნეს ივანიშვილი გადადგა, ღარიბაშვილი დანიშნა პირველ პრემიერ-მინისტრად და თქვა რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან, მაგრამ ყველა ვიცოდით რომ მაინც იგი წვეთდა ყველაფერს და იმის მერე ფაქტობრივად ყველა პრემიერი ან მოიძულა, ან Facebook-ით აყენა ან გააქცია ქვეყნიდან ან ჟავრის ქვეშ მოაქცია როგორც ღარიბაშვილი, ხო? და აი ეს სიტუაცია ჩვენს დაგვიდგა დღეს, როდესაც ჩვენ გვინდა გადაყენება ადამიანისა, რომელსაც თანამდებობა არ უჭირავს. და ეს ძალიან ნიშანდობლივია, თუმცა როგორც ამ ისტორიამაც აჩვენა, როდესაც ხალხს რაღაც ძალიან არ უნდა ის საბოლოო ჯამში პაულოვსკას როგორ მოახერხოს ეს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის გაკვეთილები, რომელიც უნდა ვისწავლოთ ასეთ მდგომარეობიდან, რათა მოხდეს ყველაფერი ბევრად უფრო თავისუფალი ადამიანის უფლებების პატივისცემის გზით და ბევრად უფრო ცივილიზებულად, რა თქმა უნდა. ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გაკვეთილი
პუტინმა ეს გამოიტანა სწორს ამბობს და სწორედ ამიტომ არის დღეს ამიტომაც სამდროში ისეთ მოთხოვნებს საყენებს ამ ვიტკოფის პუნქტებს ხო ეს არის რომელიც შეუძლებელია დაკმაყოფილოს მაინც ის რომ ამაზე არავინ დათანხმდება უბრალოდ მას ჭირდება რომ ეს გაგზავნოს იქამდე სანამ ის ცოცხალია ეს სამდროში არ იცის როგორ გაუმკლავდება ამ ომის დასასრულს იმიტომ რომ ამ ომის დასასრულს რუსეთი შეხვდება აშკარად დასუსტებული სახელმწიფო ინტერესებით განადგურებული ეკონომიკით მილიონობით ადამიანით რომელსაც უბრალოდ ომის ტრაუმა აქვს გადატანილი და თავი კმილებამდე შერაგებული ხალხით და კიდე ასობით ათასი ადამიანი რომელსაც თავი გმირი გონია და ამიტომ ყველაფერს ისე მიიღებს როგორც მოახერხებს ხო და ეს იქნება უმძიმესი პერიოდი რუსეთის ისტორიის და მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდი შანსი ამან კიდევ უფრო დაქუცმაცებისკენ წაიყვანოს რუსეთი ვინაიდან ყველა ომს რომელსაც რუსეთი აწარმოებდა დიდი ხანი და ვერ აღსრულებდა გამარჯვებით ყოველთვის მოყვებოდა რუსეთის დაქუცმაცება ამის მაგალითია იაპონიასთან ომის ამის მაგალითია პირველი მსოფლიო ომი ამის მაგალითია ავღანეთის ომი ყირიმის ომი და ეხლა აგერ უკრაინის ომი და ეს აუცილებლად ასე იქნება უბრალოდ დროში რა თქმა უნდა გაიწელება და ეს აისახება მის პარტნიორებს მათ შორის ბიძინა ივანიშვილს. კი, აი მოდი ამ ნაწილზეც გადმოვიდეთ, მინდა რომ შევეხოთ ბუნებრივად აუცილებლად ჩვენი ჩადარდებელი რაც არის ის ამ ქვეყნის შიგნით არსებული ვითარება, ხო? დიდი აქცია იყო 28-ში და რაც ეს აქციები გვჭირდება იმისათვის რომ მათ შორის ამ რაღაც ნდობა შევინარჩუნოთ საკუთარი თავის მიმართ ხანდახან მათ შორის, იმიტომ რომ არ არის მარტივი, ხო? რთულ დროში ცხოვრობთ ნამდვილად და რეჟიმმა მრავალი მიმართულებით მოახერხა რომ აი ეს პროტესტი და მისი ინფრასტრუქტურა დაესუსტებინა. თუმცა მეორე მხრივ ვერ გატეხა მთავარი რაღაც სული ხო ამ პროტესტისა, რომელიც არის ამას აჩვენებს ასობით დაპატიმრებული ადამიანი, ათასობით ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დღეს ქუჩაში მოძრაობს და ასე შემდეგ. გიორგი, როგორ უყურებ თავისთავად იმ ვითარებას, რაც ახლა არის და საითქენაც ახლა მივდივართ? მე ვფიქრობ ეს ძალიან საამაყო დღე იყო, იმიტომ რომ უპრეცედენტო რამ არის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მე მგონი დღეს მსოფლიოში ესაც ხალხი 1 წელზე მეტი იბრძვის ძალიან კონკრეტული მიზნით და ეს კონკრეტული მიზანი იმდენად დიადია, რომ ის ყველა იმ გაჭირვებას, ყველა იმ უიმედობას, ყველა იმ პრობლემას, რომელიც ყოველდღე აწყდება ადამიანი დღეს საქართველოში, გადაალახინებს ხოლმე ამ ხალხს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამაგალითო და მართლა ძალიან სამადლობელი ადამიანების ერთობა, რომელიც ნახეთ 28-ში კიდევ ერთხელ. და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ნახოთ სურვილი ამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების, კარგი ცხოვრების დამკვიდრებისა არის შეუქცევადი. და ბიძინა ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, ამას ის ვერ მოატებს. ერთადერთი გზა კრიზისის დასრულებისა ეს არის მის მიერ დათმობა და ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშნა. აქ სხვა შემთხვევაში ეს კრიზისი უბრალოდ არ დასრულდება. ვინმეს რომ ეთქვა ერთი წლის რომ ბიძინა ივანიშვილი დაიჭერდა 100 მეტ ადამიანს პოლიტიკური პატიმრის სტატუსით, ხო? ბიძინა ივანიშვილი სასტიკად გაუსწოდებოდა 500-ზე მეტ ადამიანს, რომელიც ნაცემი იყო და ნაწამები, ხო? წინა წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმებდა ათასობით ადამიანს. და აკრძალავდა პარტიებს, რასაც ახლა აკეთებს, ფაქტობრივად გააუქმებდა სამოქალაქო საზოგადოებას, ხო? და ასეთ დარტყმის ქვეშ მოაქცევდა მედიას, მაგრამ ვერაფერს უზავდა საპროტესტო მოძრაობას. ეს ხო გაგვაკვირვებდა. მასენა ჩვენ ცხოვრობთ ახლა აი ამ ვითარებაში, სადაც ყველაფერი ცადა და არაფერი გამოვიდა ამ კრიზისის დასასრულებლად. ვინაიდან სინამდვილეში ყველა ვიცით რა დაასრულებს კრიზისი. დაასრულებს ახალი არჩევნები, სამართლიანი არჩევნები, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შანსი დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ისეთ ცხოვრებას, რომელიც სინამდვილეში არ გვაიძულებს, რომ ერთმანეთს ასე მოვექცეთ, როგორც დღეს ივანიშვილის პოლიცია ექცევა მასწავლებლებს, ასაკიან ქალებს, ბავშვებს, კაცებსაც და ყველას ადამიანებს, ხო ზოგადად ამ ქვეყანაში. და ჩვენ ვიცით რა ნორმალურ ქვეყანაში პოლიცია დასდევს კრიმინალს და არ დასდევს მზიამაყრას. არ დასდევს ადამიანებს, რომლებიც ასწავლიან, ხო, არ დასდევს ასაკიან ქალბატონებს, რომლებიც საკუთარ მიწას და საკუთარ ქვეყანას იცავენ მთელი თავის ცხოვრება და არ აჯარიმებს ადამიანებს პირბადის გულისთვის და არ ახდენს პირბადების ამოღებას. ეს არის აქ მნიშვნელობა. ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა არ იჭერს მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არ იჭერს მის მაკრიტიკელებს და არ გრძალავს იმ პარტიებს, რომლებიც მის წინააღმდეგ შეიძლება გამოვიდნენ. თუ ესეც სუსტები არიან ეს პარტიები, რატო გრძალავს მაშინ, ხო? თუ ესეც სუსტები არიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები და მათ საქართველოში არავის არ ჯერა, როგორც ამას ამტკიცებს ხან პაპუაშვილი და ხან ობახიძე და ხან თვითონ ივანიშვილი, მაშინ რატომ უუქმებს მათ საქმიანობის უფლებას, ხო? ფაქტობრივად რატო უზღუდავს მათ ყველანაირ უფლებებს, ხო? სინამდვილეში ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური ქვეყანა. და ეს არ არის ნორმალური სიტუაცია, რაშიც ცხოვრობთ. თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ერთადერთი ცხოვრება ვიცხოვროთ
ისე როგორც ეს ეკადრება ჩვენს ღირსებას, მაშინ ბიზნესმენები უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ეს ყველა მიცის დღეს საქართველოში ეს არის მნიშვნელოვანი. ამ დღემ კიდევ ერთხელაც ჩვენა, ამ კრიზისიდან გამოსავალი, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების გამოსავალი არის ახალი არჩევნები და ეს სინამდვილეს ძალიან კარგად იცის უკვე ივანიშვილიც. და ეს ერთიანობა, რომელიც საზოგადოებამ ანახა, რომელიც ანახეს როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, თავარზე უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებსა შეთანხმებულია, ის ერთიანობა, რომელიც აჩვენა საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა, აქტივისტებმა, მედიემაც, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ეს იქნება ძალიან დიადი მაგალითი მთელი ერის ერთი კონკრეტული ავტორიტარის დიდი მაგრამ ძალიან უშნო და სამაცუნა ძალაუფლების წინააღმდეგ დადგომის და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან საამაყობო წესი საქართველოს ისტორიისა. ხო, თუმცა ამ ყველაფერს ალბათ ჭირდება მანამდე რაღაცა ძალიან ხანგრძლივი პროცესი იქნება, ასე გამოიყურება ეს ყველაფერი და ამიტომ მინდა გითხო იმაზე, რაზეც ადამიანები ძალიან დარდობენ ამ ქვეყანაში, რომ ამ დაქუცმაცებულ პოლიტიკურ ველს რამდენად შეუძლია, რომ პასუხი გასცეს ხელისუფლების ძალიან ისეთ მძიმე დარტყმებს, ხო, რომელსაც იყენებს მთლიანად ოპოზიციური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და როგორ უყურებ ამ ნაწილს? მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოპოზიციამ აჩვენა დისკურსი შეუგუებლობისა, აჩვენა ძალა იმისა, რომ უარი ეთქვა ბიზნეს ივანიშვილს მათ შეტყუებაზე კონკრეტულ სამართლინო აქტებში, ვინაიდან ყოველთვის აქამდე ბიზნეს ივანიშვილი რაღაცნაირად ახერხებდა, რომ ეიზულებინა ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მის შავნელ საქმეებში ან შანტაჟით, ან კონკრეტული ადამიანის დაკავებით და მე მათი გამოშვების დაპირებთ რაღაცნაირად მიიღოთ მონაწილეობა. იქნებოდა ეს რა ვიცი, სახალხო დამცველის არჩევა მის მიერ ნაკარნახევით თუ რამე სხვა პროცესი თუ შამშელის შეთანხმება თუ ასე შემდეგ, ხო? სინამდვილეში ჩვენ ვაჩვენეთ ახლა პირველად ასე ნათლად არ თანამშრომლობის მაგალითი, რომელმაც გაიმარჯვა. იმიტომ რომ ძალიან ძნელია არჩევნებში არ გასვლის პოზიცია კი არ გამარგინალდეს, ამიტომ გამარგინალდეს არჩევნებში გასვლის პოზიცია პოლიტიკური პარტიისთვის, ვინაიდან სინამდვილეში პოლიტიკური პარტიები იმიტომ შეიქმნა თავის დროზე, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური აზრის გარშემო ადამიანებს ერთობასთან ერთად ისინი არჩევნების მომგები მანქანებია პირველ რიგში, ხო? მაგრამ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სინამდვილეში ამ ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ამას ბრძოლა ჭირდება. პოლიტიკური პროცესი დღეს ელექტორალური პროცესის მიღმა არის გასული და ამას ჭირდება ცვლილებები და უკან დახევა ბიზნეს ივანიშვილს, რათა ჩვენ დაუბრუნდეთ მაგ პოზიციას. ამიტომ მნიშვნელოვანი არის ეს გარდატეხა, რომელიც მოხდა, ის ხალხი, ვინც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე, ის ადამიანები, რომლებიც უარი თქვეს თანამშრომლობაზე, დღეს ციხეში ზიან, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი ადამიანი, ის ხალხი, ვისაც დღეს უყენებენ ამ ბრალდებას, რომელიც ჯერ ციხეში არ ზიან, მაგრამ რა ვიცი, გადატრიალებიდან დაწყებული, მე მგონი ექსტრემიზმი, ტერორი არ ჯაშუშობა და რა არ წერია, ხო, ამ ბრალდებებში და სინამდვილეში ვიცით, რომ ეს თითიდან გამოწვეული ამბავია. 100-ზე მეტი პოლიტიკური პარტიები ამ ქვეყანას ალბათ არ ყოლია ლავრენტი ბერიას საქართველოს ცეკას დინობის შემდეგ. იმიტომ რომ მე ვიცი კი რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერები დაუჭერიათ ერთდროულად 10-15 ადამიანი მახსოვს რომ სხვადასხვა ქართულ ხელისუფლებას დაუკავებიათ რამდენიმე ადამიანი ერთად, მაგრამ 100-ზე მეტი პოლიტიკური პარტია, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პარტია ვიდრე რუსეთშია, საქართველოს არ ყოლია ლავრენტი ბერიას მმართველობის მერე და ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ვიცით რა არის ნორმალური ქვეყანა, ჩვენ ვიცით რა არის ნორმალური ცხოვრება. ცხოვრება, სადაც მოხუც ადამიანებს პატივს სცემენ და ისე არ ექცევენ, როგორც ქართული პოლიცია დღეს ექცევა. მე დაარწმუნებული ვარ, რომ ეს დამთავრდება, ვინაიდან ეს არის არაადამიანური და ამ ქვეყანაში ჩვენ ასე არ გვცხოვრობთ. მადლობა დიდი.